ზოგი იძახის რომ საერთოდ არ უნდა მშენებლობა იყოს და მეც მათ შორის ეს ხო უფლებების დარღვევა არანაირად უფლებების საკუთრების კარგი აგიხსნით თქვენ იჭერეთ საკუთრებაზე უშლის ხელს ანუ ეს სამართლებრივად არ არის მართებული ამაზე შევთავაზეთ ჩვენ აგიხსნით იმ მდგომარეობას რომელიც არის 2009 წლის გენერალური გეგმით ეს იყო განსაზღვრო სარეკრეაციო ზონა. მერე სტატუსი 2011 წელს 2009-ში შეეცვალა 1-3 აგერაჟ დოკუმენტაცია. აქ უკვე მოხსენიებულია 2009 წელი არის ნახსენები რომ 1-3 ანუ მშენებლობის ნებართვით არის შემდგომ შედგა არა შედგა სატენდერო პირობები ჩამოიწერა გამოცხადა მონაწილეობა ნაკისრი ვალდებულებებით გაიმარჯვა კომპანია ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ შეიძინა ერთ-ერთმა კომპანიამ ან თავისი ყველა იმ დოკუმენტაციით რაც ევალებოდა 2012 წელს და ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი შეასრულეს სამხარაულის ექსპერტიზამ დადო დასკვნა რომ შესრულებულია კარგად და 18800 ლარიანის დახარჯული დასუფთავება მოწესრიგება ცილყების ატრაქციონის ანუ დასასვენებელი პარკის მოწყობა გაკეთებულია და ფოტომასალით არის აღწერილი დოკუმენტაციით ვისაუბროთ რაც დოკუმენტებში არის აღწერილი შემდგომ აგვისტოს წლებში შეფერხდა გაითვალისწინეს რა თქვენი მოთხოვნები რომ სექტემბერში იქნას გადარგული ვინაიდან ოპტიმალური ვარიანტია გადარგვის ანუ საუკეთესო პირობებია გაითვალისწინეს დღეს ისე ვაპროტესტებთ უბრალოდ ვერ ასაბუთებთ რას აპროტესტებთ თქვენ უბრალოდ ირადი ინტერესის ან სხვა რაიმე ინტერესის გამო გინდათ რომ ეს მშენებლობა შეჩერდეს. ამით არ ღვთთ ადამიანის უფლებას რომელიც ამ კომპანიას ხელმძღვანელობს და ადგება ფინანსური ზარალი რომელსაც თქვენ სავარაუდოდ ვერ აანაზღაუროთ ვერასოდეს. უბრალოდ ჩემი რჩევაა რომ კანონი უფლება ერგება აქ ეს ყველა თემა ჩემი მაგალითად აქ დავრბევარ თითოეულის თუნდაც ჩემი არ გააპროტესტე როცა გაასრულოს ვანო ეხლა მოგაკითხავს და არა აქ სამართლებრივ არ არის თუ ვაკეთებ გავაკეთოთ სამართლებრივ რას მეტყვი არა რას მეტყვი მე რა უნდა მითხრა შენ რას იტყვის თორე სამართლებრივ ანალიზით რომ აქ საუბარი არის ბუნებაზე აქ საუბარი არის ბუჩქებზე ხეებზე რომელიც გამოყოფს ეს არ უნდა ჩვენს არა საერთოდ არ მაინტერესებს კერძო მესაკუთრის ინტერესებს ხო თაწმინდაზე თაწმინდა აქედან ჩამოვა ამ ბუჩქების გამომშევებული ჟანგბადი თუ იმიდან მაგლევი კორპუსიდან მნიშვნელობა აქვს თუ დააგო აქვს როგორ არის მეგობარო აი რა გაიჭიხა მზიური გაიჭიხა ეს ხო ანუ ტიპები აღარ ჭირდება ხო სამართლებრივი ანალიზი ამას არ ჭირდება იმიტომ ეს უკანონო გასვლის და იმიტომ ამას ხომ ჩამოერთო სტატუსი ხო ქონა სტატუსი ხო ქონა სტატუსი ერთ ამ ადრე საბურთალოზე როსო გამწვანებდა ხეი საბურთალო არა შენდებოდა თუ ის არ გაიჩეხებოდა ანუ ეს არის ყველა ქალაქი ჩადებულია საკრებულო რატომ შეიძლება რომ განვითარების გეგმა ანუ ვითარდება ქალაქი შეიძლება 20 წელიწადში ქალაქის განვითარების გეგმა აი მე მაინტერესებს ჰაერი რო არის თავისთავად ქალაქში გირდება გამწვანება გამწვანებას არა ვინ ის საკრებულოს რომელმაც შეუცვალა ანუ საქართველოს მოსახლეობა დამნაშავე იმაში რომ ეს გასხვეს რა თქმა უნდა რაღაც დონეზე არის მაგრამ ჩვენ ხმავით არჩევნებს რო აყალბებდნენ და რაღაც თვითონ იმარჯვენ თავისი ყველაფრით მერე და ის პერიოდში გასხვეს შენ არ ნახსოვ ხარ უკვე 9 წელიწადია და უამრავი ჩვენი მეგობარი ციხე დავდიოდით და აბრეჯით ვებრძოდით და რაღაც არ ციხე დადიხარდა და ქუჩა დავდიოდი და არა მარტო მაგრეშიც იმ პრობლემების წინააღმდეგ გამოდიოდი და მაღალი განცხადება საერთოდ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მაგას არ ვაკეთებდი შენ თუ არ გახსოვს ეს არა სადაც ეპიცენტრი იქ არასდროს არ ყოფილა ხო ეგ შენი გადმოსახედიდან ეპიცენტრი ჩემი გადმოსახედიდან ეს ამკამაც ხა რა არის ეს ხო არის გადმოსახედი ამ ადამიანმა რა ქნასები მაგაზე მე რას ვუწევ შეთანხმებას მიაღწიეთ რა ჩემი რეკომენდაცია არის შეთანხმებას მიაღწიეთ ანუ ორივე მხარემ დაელაპარაკოს ერთმაც გახსნას და მეორემაც გახსნას და ოპტიმალურ ვარიანტს მოგწონს ხარ კარვი ჩემი პოზიცია ხო ჩემი პირადი პოზიცია არის მუდმივად იქ სადაც ირღვევა თუნდაც ხისუფლება ადამიანის უფლებას არ უშავს ადამიანის უფლება ირღვევა პარალელურად იმისა რომ ხისუფლება ირღვევა იმიტომ რომ უამრავ მოსახლეს ეს უნდა თუნდაც თავისუფლად შეიძინა ქონება არ ირღვევა ამ ადამიანის უფლება რითი ირღვევა ადამიანის უფლება და სხვა ადამიანზე რო აკეთებს მე თბილისში მცხოვრებ ადამიანებს კითხა ვინმე მაგ გაიყიდებოდა და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს საკრებულოს
ის ნდობა გამოუცხადეს მაშინ და აირჩიეს ეგ საკრებულო. არც ერთი მოსახლისთვის აქ არავის არაფერი არ უკითხავს. და აქ ვინც ვარ, არავის არ გვაინტერესებს აქ კერძო მესაკუთრე რა სიტყვის და როგორ როდის ყოფილა არანაირი კერძო მესაკუთრე როდის უკითხავთ. მით უმეტეს თუ არ უკითხავთ, გამოვედით და ვიცით ჩვენ უფლებას, ზუსტად თუ არ წაგვართვან არჩევნებზე უნდა დააფიქსიროთ. არჩევნებზე ვისაც უნდა თავისი გზა ნაბიჯი გადადგას. არავინ არ არჩევნებზე დაფიქსირებით არჩევნებზე აზრის დაფიქსირებით მივედით 9 წელიწადში, რასაც ხედავთ. და დღესაც ხედავთ უკვე რაც ხდება არჩევნებზე აზრის დაფიქსირებით. უბრალოდ კერძო ქონებაში უნდა ებრძოლო სახელმწიფოს რომ არ გაასხოს. არც კერძო მესაკუთრეს მოუხდავს. არა, კერძო მესაკუთრეს არ აინტერესებს. კერძო მესაკუთრე ზარალდება ამ კერძო მესაკუთრე პირველად მე დამაზარალა თავისი ქმედებით. თქვენ კერძო მესაკუთრე როგორ დაგაზარალა? ახლა მითხარი თავისი ქმედებით იწყებს აზარალებას, კი? როგორ იწყებს? ნაკისრი ვალდებულებები და ფულია გადახდილი მრავალი მილიონი. აი როგორ აგიხსნა? ვერ ამიხსნე, იმიტომ რომ არ საუბრობ. არა, მე გიხსნი უბრალოდ ყობა შენ ელაპარაკები იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც არ უნდა ელაპარაკო. სამართლებრივად. იმიტომ აქ საუბარი არის ხეზე, აქ საუბარი არის ბუნებაზე, აქ საუბარი არის ხაეზე. აჯობებ ლაპარაკში დემაგოგიაში. ვერ აჯობებ. დემაგოგია. იცით, სამართლებრივად არ საუბრობდი და ეხლა ისაუბრეთ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობ. ხე რო არ იჭრება ისედაც. როგორ? ხეს ეს რა არის აქ? არა, ეს ბუჩქია. ბუჩქია, სამშობლო, ხე, ბუჩქი, სამშობლო არის. როგორ არა ხეს და ბუჩქი ეს არის არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, იჭრება, იჩეხება ვიღაც კერძო მესაკუთრეს გამო. ჯო ბუჩქი მოიხდიაო, ეხლა მნიშვნელობა არა აქვს თუ ბუჩქიო. ბატონო ეხლა ბუჩქზე იზახოდი ხი არის. ბუჩქზე ეხლა ხო იზახოდი ხი არის. ხეებით ბევრი გაჩეხე და მაგას ვაზარებ. საერთოდ ამ ბუჩქზე იზახოდი ხი არის. სასოფლო გახსოვს აქციებს რო ხო იზახოდი ხი არის. ბუჩქზე ეხლა ხეზე რომლებიც გაჩეხა. ამაზე ეს კონკრეტული გაჩეხა ბუჩქია ხანხე. ხეო იზახოდი გასო. აი ადამიანს კონკრეტულად მიმიგით კი ახლა ვერ გავიგებთ. ეს შენა დაინახე მე არის რეგიონი. შენ მიმითითე ამას იგივე პოზიცია აქვს და ეს ასე ხე. ზუსტად ბუჩქია ხე ერთი და იგივეა. წონი არის. $1 დოლარიც არის რა. აი ამ კაცის შარვალი არის მწვანე ჰაერს გამყო. ბიჭო ხეს და ბუჩქი შორის შენ ვერ ხვდები განსხვავებას? ხე და ბუჩქი ერთი და იგივეა და ბალახი და მწვანე ყველაფერი ერთი და იგივეა და როგორ არის? ეს და ის სცენარი არის. $1 და ხე ორივე ჰაერს გამყო. ეს და ხე სცენარი. უნების დამცველი ხაშენ. ხეს ბევრად მეტ ასეულობა ამაზეა საუბარი და არც ერთი არის. ბევრად მეტ ეგრე სხვადასხვა ის არის. არა, თქვენი საქმე, თქვენი. ნახე როგორი ჩაჩეხილი არის შუაზე? ნახე და დაათვალიერე. ეს არ არის, გადარგო არ ხდება. გადარგო არის, გუნას ვეყნობი რომ. რა საჭირო? აი შენი თვალით ნახე შუაზე ჩაჩეხილი. პატრონე შევოლტო ნახე. გააქვს ეხლა უფლება ჩვეულებრივად. წამოდი აბა ერთ მე მანახე. წამოდი. რა არის გაჩეხილი?